Წადება დიდი რვიანისთვის იანუკოვიჩის პოლიტიკური მომავალი და პასუხი მათ, ვინც კრემლს სანქციებით დაიმუქრა. რუსეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის შემდეგ მედიის წინაშე დღეს პირველად გამოჩნდა. იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ყირიმის რუსეთისთვის მიერთების საკითხი არ განიხილება. კითხვაზე თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს სამხედრო ძალას ვლადიმერ პუტინის პასუხი ასეთია, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. პრესკონფერენციის დროს კრემლის ლიდერმა უკრაინის ახალი მთავრობაც გააკრიტიკა. კრემლის შემდეგ მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კიევი მოექცა, სადაც ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩავიდა. ქეთევან ბოჯგვაგვი ერთება სტუდიაში პირდაპირ ეთერში. ქეთ, საღამომშვიდობი, შენ მოусმინე ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციას, სადაც ჟურნალისტების მხრიდან დაისვა ბევრი შეკითხვა. თუმცა რამდენ დამომწურავი იყო პასუხები, ამის შესახებ ველოდებით ჩვენგან ინფორმაციას და ასევე საინტერესოა, იყო თუ არა ულტიმატუმი უკრაინის დროებითი მთავრობის მიმართ. ულტიმატუმი უკრაინის დროებითი მთავრობის მიმართ არ ყოფილა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იყო მუქარა. ბუნებრივია, ჟურნალისტების ყველა შეკითხვა დღეს ეხებოდა უკრაინის მოვლენებს, იყო ვლადიმერ პუტინის პირველი გამოჩენა მედიასთან ყირიმში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ. თავარ კითხვაზე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინი ასე პასუხობს, არ არსებობს აუცილებლობა, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა. პუტინს არც იმის განმარტება დაუწყებია, რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ამ შესაძლებლობას, ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი დაემუქრება საფრთხე უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას. არც იმის განმარტებას ივიწყებს, რას თulis საფრთხედ, ეს არის ის განუკითხაობა, რომელიც პუტინის თქმით მიმდინარეობდა კიევში, განუკითხაობის ავტორებად კი ბუნებრივია, ის ასახელებს მაშინდელი ოპოზიციის და ამჟამინდელი დროებითი მთავრობის მომხრეებს. პუტინი დღეს მათ უწოდებს ფაშისტებს, ნაცისტებს, რადიკალებს, ასევე ბოევიკებს და აცხადებს, რომ მათი მომზადება ხდებოდა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის ლიტვასა და პოლონეთში. როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, ხომ არ აშფოთებს ვლადიმერ პუტინს უკრაინის არმიასთან ომის დაწყების შესაძლებლობა, რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ მუქარაზეც გადავიდა. რაც შეეხება ჯარების შეყვანას, ჯარების გამოყენებას, ჯერჯერობით ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა არსებობს შესაძლებლობა. სხვათა შორის, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი წვრთნები, რომლებიც ახლახან ჩატარდა, არავითარ კავშირში არ იყო უკრაინის მოვლენებთან. ეს ღონისძიება ჩვენს მიერ გაცილებით ადრე იგეგმებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ შესახებ არ ცხადდებოდა, რადგან ეს იყო შესაბამისი საბრძოლო ქვედანაყოფების მოულოდნელი შემოწმება. როგორც იცით, სწავლება დასრულდა და გუშინ მე გავეცი ბრძანება ყველა საბრძოლო ქვედანაყოფის მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნების შესახებ. რა შეიძლება გახდეს შეიარაღებული ძალების გამოყენების მიზეზი? ეს რა თქმა უნდა უკიდურესი, უბრალოდ უკიდურესი შემთხვევაა. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ განუკითხაობა იწყება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ადამიანები გთხოვენ დახმარებას, ხოლო ოფიციალური მიმართვა მოქმედი, ლეგიტიმური პრეზიდენტისა უკვე გვაქვს. ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება ამ მოქალაქეთა დასაცავად. თუ მე მივიღებ გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, ეს იქნება ლეგიტიმური და ჩვენი ვალდებულებებისა და ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება იმ ადამიანების დაცვის შესახებ, რომლებიც ჩვენთან ისტორიულად და საერთო კულტურით არიან დაკავშირებული. ამ ადამიანების დაცვა ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება. ეს ჰუმანიტარული მისიაა. მინდა რომ ერთმნიშვნელოვნად გამიგოთ, თუ ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, მხოლოდ უკრაინის მოქალაქეების დასაცავად და აბა ვინმემ გაბედოს სამხედროებიდან და ცეცხლი გაუხსნას თავის ხალხს, რომლის უკანაც ჩვენ ვიდგებით. არა წინ, არამედ უკან. აბა გაბედონ და ესროლონ ქალებსა და ბავშვებს. და მე შევხედავ მათ, ვინც უკრაინაში ასეთ ბრძანებას გასცემს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ვლადიმერ პუტინის მუქარის ადრესატი არის უკრაინის მოქმედი ხელისუფლება, რომელსაც იგი მისივე თქმით არ მიიჩნევს ლეგიტიმურად. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს დღეს უკრაინას ვლადიმერ პუტინის თქმით და ეს არის ვიქტორ იანუკოვიჩი. პუტინი პირდაპირ აცხადებს, რომ არ აღიარებს ამ ხელისუფლებას და უფრო მეტიც ის ამბობს, რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნების შედეგებიც არ აღიაროს რუსეთმა იმ შემთხვევაში, თუ კი მისი თქმით ის ჩატარდება იგივე ტერორის პირობებში, რა ტერორიც ახლა არის კიევში. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს არ დაურღვევია კანონი, ასევე იგი აცხადებს, რომ მას არ უსვრია მომიტინგეებისთვის და ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც დღეს ხდება უკრაინაში, პასუხისმგებლობა მისი თქმით ეკისრება ამჟამინდელ ხელისუფლებას.
Оценка может быть только одна. Это შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, ეს არის ანტიკონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების შეიარაღებული მიტაცება. იანუკოვიჩს ხელისუფლება პრაქტიკულად უკვე ჩაბარებული ჰქონდა. ის დათანხმდა ყველაფერს, რასაც ითხოვდა ოპოზიცია. მას არ გაუწია არც ერთი უკანონო ბრძანება უბედური დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ. უფრო მეტიც განკარგულება გასცა მილიციის ძალების დედაქალაქიდან გაყვანის შესახებ. მაგრამ როგორც კი ხარკოვში გაემგზავრა იმის ნაცვლად, რომ უკვე დაკავებული შენობები გაეთავისუფლებინათ, მისი საპრეზიდენტო რეზიდენცია დაიკავეს. ეს სულელური ქმედებები იყო და მიაღწიეს ჩემი აზრით იმას, რომ შეარყიეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი. არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება ლეგიტიმური? პარლამენტი ნაწილობრივ კი, სხვა დანარჩენები არა. და რა თქმა უნდა, საუბარიც არ შეიძლება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ლეგიტიმურობაზე. არსებობს იურიდიულად მხოლოდ ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი. ნათელია, რომ მას არ აქვს არავითარი ძალაუფლება, მაგრამ ერთხელ ვთქვი და კიდევ მინდა გავიმეორო. ეს ლეგიტიმური პრეზიდენტი სუფთად იურიდიულად რა თქმა უნდა მხოლოდ იანუკოვიჩია. საინტერესოა, რომ იანუკოვიჩის ლეგიტიმურობის ხაზგასმის მიუხედავად ვლადიმერ პუტინის გამონათქვამებიდან შეიძლება იმის თქმა, რომ ის აშკარად იანუკოვიჩით არის იმედგაცრუებული. მან თქვა, რომ არ აქვს იანუკოვიჩს პოლიტიკური მომავალი და მან სისუსტე გამოიჩინა ხელისუფლებაში ყოფნისას უფრო გადამწყვეტი ქმედებები იყო საჭირო. ვლადიმერ პუტინმა დღეს ისიც განაცხადა, რომ რუსეთმა იანუკოვიჩი სიკვდილს გადაარჩინა. Я думаю, что политически ფიქრობ, რომ მას პოლიტიკური მომავალი არ აქვს და ამის შესახებ თვითონაც ვუთხარი. რაც შეეხება მის ბედში მონაწილეობის მიღებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებებით გავაკეთეთ. ფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ, რომ სიკვდილი ეს არის ყველაზე ადვილი გზა ლეგიტიმური პრეზიდენტის მოსაშორებლად, ასეც მოხდებოდა. მას სავარაუდოდ უბრალოდ მოკლავდნენ. Я думаю, что его просто убили. და იანუკოვიჩი საერთოდ ცოცხალია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა, ერთხელ ვნახე, ეს დაახლოებით 2 დღის წინ იყო. ცოცხალი იყო ჯანმრთელი და თქვენც ამას გისურვებთ. აი ნახავთ, ის ამ ინფორმაციის გამავრცელებლების დასაფლავებაზე გაცივებასაც მოესწრება. Он еще простудится на похоронах тех, которые распространяют эти сведения. დღეს ვლადიმერ პუტინს არაერთი შეკითხვა დაუსვეს დასავლეთის რეაქციაზე და იმ დაპირებულ სანქციებზე, რაც ისმის რუსეთის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სანქციების შედეგი იქნება ორმხრივი და ამაზე უნდა იფიქრონ დასავლეთის ქვეყნებმა. რაც შეეხება დიდი რუიანისთვის მზადებას და ლიდერების ჩამოსვლის საკითხს, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს მზადებას, ხოლო ლიდერებს ციტატა არ უნდათ და ნუ ჩამოვლენ. ასეთია რუსეთის პრეზიდენტის პასუხი დასავლეთს, თუ რას აპირებს დასავლეთი რუსეთის მისამართი, თქვენ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ამერიკის პირველი დიპლომატი კიევშია. აეროპორტში მას უკრაინელი კოლეგა და ამერიკელი დიპლომატი დახვდნენ. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, ჯონ კერი კიევში პირველ რიგში ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩავიდა. ამავდროულად სახელმწიფო მდივანი უკრაინელ კოლეგებთან დახმარების კონკრეტულ პაკეტებზე იმსჯელებს, მათ შორის საუბარია ფინანსურ მხარდაჭერაზეც. კიევში გამგზავრებამდე სახელმწიფო მდივანი თეთრ სახლში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო. ობამა და ჯონ კერი ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების პირველ პირებს შეხვდნენ, სადაც უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ყველა სახის სამხედრო თანამშრომლობას შეწყვიტა. ბარაკ ობამა ამბობს, რომ ისტორიის არასწორ მხარეს მდგარ რუსეთს უკრაინაში ჯარების შეყვანა ძვირი დაუჯდება. ფიქრობ, სოფლიო ერთიანია იმ მოსაზრებაში, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რომ ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ასევე არღვევენ იმ შეთანხმებებს, რომლებშიც მეზობლებთან ურთიერთობასა და პატივისცემაზეა საუბარი. შედეგად ჩვენ მივიღეთ მკაცრი განცხადება ნატოსგან, დიდი შვიდიანის გადაწყვეტილება და ვაგრძელებთ მსგავსი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას. გამოხმაურება, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებისგან რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მოყვა, ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ახლა ისტორიის არასწორ მხარესაა. რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს ევროპაშიც. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ ინიციატივით შეწყდეს რუსეთთან მოლაპარაკებები უვიზო მიმოწყლის შესახებ. ასევე შეწყდეს მოლაპარაკება ახალ საბაზისო შეთანხმებაზე. იმ შემთხვევაში, თუ კი რუსეთი მდგომარეობის განმუხტვისთვის სასწრაფო ნაბიჯებს არ გადადგამს, ინიციატივას კენჭს ევროკავშირის რიგგარეშე სხდომაზე ხუთჩაბაც უყრიან. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ დააბრუნოს ჯარები მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უპასუხავს უკრაინის შეთავაზებას კონსულტაციების დაწყების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ კი რუსეთი არ გადადგამს ნაბიჯებს მდგომარეობის დეესკალაციისთვის, ევროკავშირი გადაწყვეტს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირისა და რუსეთის შემდეგ ორმხრივ ურთიერთობაში. ვითარების განუხტვისთვის აუცილებელია პირდაპირი კონტაქტის დამყარება უკრაინის ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. სატელეფონო ზარი უკრაინისა და რუსეთის პრემიერებს შორის სიმბოლურად არ უნდა დარჩეს. ის რეგულარულ კავშირში უნდა გადაიზარდოს.
თუკი ჩვენ ვერ დავინახავთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მდგომარეობის განსამუხტად შეწყდება დიალოგი, რომელიც ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებობს. მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს სავიზო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ასევე შევაჩერებთ ეკონომიკურ მოლაპარაკებებს. თუკი კონკრეტული ნაბიჯები ხუთშაბათამდე არ გადაიდგა, ევროსაბჭო ამ ინიციატივას განახორციელებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ EUTO უკრაინაში სპეციალურ მონიტორინგის მისიას გზავნის გადაწყვეტილება ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს ხდომაზე მიიღეს. ჩვენი ექსპერტები კონფლიქტის პრევენციის ცენტრიდან უკრაინაში ჩავლენ იმისთვის, რომ ითანამშრომლონ უკრაინის ხელისუფლებასთან და ჩაერთონ პროგრამებში. ჩვენ ვიმუშავებთ იქ, სადაც ჩვენი მანდატი ვრცელდება. უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ ნატოშიც. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს წესდების მეოთხე მუხლის საფუძველზე პოლონეთის მოთხოვნით იკრიბება. შეხვედრაში მონაწილეობას 28 ქვეყნის დიპლომატი იღებს. რთული სათქმელია იმოქმედებს თუ არა ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის პრეზიდენტზე. ფაქტია, რომ მან დღეს არ გამორიცხა სამხედრო ჩარევა და სამხედრო ოპერაცია უკრაინის ტერიტორიაზე. შეიძლება ითქვას, რომ მან არ გამორიცხა ყირიმთან დაკავშირებული სხვადასხვა ქმედებებით, როდესაც მას კითხეს, არსებობს თუ არა მიერთების შანსი რუსეთთან, თქვა, რომ არა, თუმცა ისიც განაცხადა, რომ არავის გაუუქმებია გაეროს მიერ დაწესებული წესი ერების თვითგამორკვევის შესახებ და მნიშვნელოვანია, რომ ყირიმის მოსახლეობამ თავისი არჩევანი თვითონვე გააკეთოს. დიდი მადლობა. ქეთევან ბოჯგუა იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. მან შეაფასა როგორც პრეზიდენტის პრესკონფერენცია, ასევე წარმოგვიდგინა საერთაშორისო გამოხმაურება.